დღეს გონების დაფის სტუმარი არის ადამიანი, რომელიც სიტყვებით ისეთი სტრატეგიას აგებს, როგორც მოჭადრაკე დაფაზე. მწერალი, რომლის ტექსტებშიც სიუჟეტი სულებს გავს, ხოლო გმირები ფიგურებს. ვისაუბრებთ ლიტერატურაზე და ჭადრაკზე. ამ ორ სამყაროზე, რომელშიც შეიძლება ერთმა შეცდომამ საბედისწერო შედეგი გამოიღოს. წარმოგიდგენთ გიორგი კეგელიძეს. გამარჯობა გიორგი. გამარჯობა. დავიწყოთ თქვენი საჭადრაკო ისტორიით. როდის გაიცანით ხის ფიგურებს, როდიდან დაიწყეს ჭადრაკის თამაში და რა როლს თამაშობს ჭადრაკი თქვენს ცხოვრებაში დღეს? ესე იგი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ასეთი გადაცემისთვის. არ არის განებივრებული მაინც და მაინც ესეთი სპეციფიკური და ამავდროულად ინტელექტუალური გადაცემებით YouTube სივრცე და ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება ჩემი და ჭადრაკის ურთიერთობას, რეალურად რაც გარკვეულწილად ჩემი ცნობიერება მეხსიერებას ინახავს, ჭადრაკი ჩემ ცხოვრებაში იყო სულ. იმიტომ რომ ამა ჩემი იყო ლოკალური აზრით, ცხადია. გულისხმობ ჩოხატაურ ოზურგეთს, მაგრამ ნუ მაინც იქ წარმატებული მოჭადრაკე. მაგრამ სამწუხაროდ მან ვერ აიხთინა თავისი ოცნებები და უფრო მაღალ დონეზე ვერ ითამაშა ჭადრაკი, რაზეც მასთან ერთად დღეს მეც ძალიან წუხარ, იმიტომ რომ ადამიანებს დიდწილად სწორედ ეგ თრგუნავთ ხოლმე განსაზღვრელად. რაც შეეხება საკუთრივ ამბავს კი მქონდა დაახლოებით 5 თუ 6 ჭადრაკის დაფა, განსხვავებული ფიგურებით მახსოვს. ამავდროულად მახსოვს, რომ მქონდა ძალიან ბევრი წიგნი ჭადრაკს. მათ შორის ჭადრაკის ისტორიაზე, როგორ მოდიოდა ის, თქვათ, ინდოეთიდან, მერე როგორ გადამისამართდა სპარსეთში, მერე არაბული გავლენა, მერე როგორ მოხდა, თქვათ, საფუძვლიანი ის კონდიათ. ჩატურანგადან მოყოლებული შატრანჯი და მთელი ეს ამბები, რომელიც, თქვათ, ჭადრაკს აღათებდა და სიმართლე გითხრათ, პირველად ეგ უფრო დავიწყე. ანუ კითხვასთან ერთად, იმიტომ რომ ეგ წიგნები მხვდებოდა და მახსოვს ყველა ეს ჩემპიონი უფრო ფოტოებით. რაღაც ტიპის წიგნები იყო მახსოვს, რომელშიც ერთი მხრივ ამ ჩემპიონების ჩამონათვალი იყო, მე მგონი მოდიოდა კარპოვამდე და იქ თქვათ ლასკერით იწყებოდა სხვა დანარჩენი თქვათ ჩემპიონები, ხო? მოკლე ისტორიები, პატარა ბიოგრაფიები და ქალების ნაწილი ცალკე. ქართული წიგნი ალბათ, ხო? ქართული წიგნი იყო, ეს ვერამენჩიკით იწყებოდა და გრძელდებოდა მე როცხადია გაფრთხილება. შეიძლება ავტორი სამწუხაროდ არ მახსოვს უფრო ეს ორი წიგნი, ერთი იყო გაუმჯობესებული გამოცემა და ერთი იყო ძველი. ორივე წიგნი სახში ჰქონდა, ძალიან ხშირად ვკითხულობ. იმ პერიოდის გარემო მოგეხსენებათ, რომ ბევრი გასართობი არ არის და ერთ-ერთი რაღაცას უბრუნდები ხშირად და მათ შორის თქვათ ამ ამბავსაც უბრუნდებოდი ძალიან ხშირად და ლაპარაკობდით კიდე ამავდროულად. თუ ჩემს ოჯახში იყო ბაბუაჩემის და მამაჩემის გამოვისობით ბობი ფიშერის კულტი. ნუ მე არ ვიცი ხარ არ ყოფილა ცუდი ამბავი. ხო, რატო იყო ეს ზუსტად არ ვიცი, მესმის თქვათ ობიექტურად რატო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენს ოჯახში როგორ შემოიჭრა ეგ არ ვიცი. და რა ფორმით, იმიტომ რომ მაინც საბჭოთა კავშირის, მე კი უკვე დამოუკიდებლობის წლებში ვაკვირდებოდი ამ ამბავს, მაგრამ სრული ინერცია იყო და ცხადია მათ ინფორმაცია უფრო რკინის ფარდის აქეთ შემოჟონილი ამბებიდან იცოდნენ. და ისეთ ძალიან ხშირად, მე მგონია რომ აი პოპულარობით შიგნით ოჯახში, ასე პელე, მარადონა და ფიშერი ერთად. ხო და სულ ყოველთვის ფიქრობდი ვინ იყო ეს კაცი, როგორი იყო და მე უკვე აი აქეთა ეპოქაში, როცა YouTube-ი გამოჩნდა, მახსოვს რომ თქვათ ასე ძალიან გამიხარდა ეგ ამბავი, მათ შორის, იმიტომ რომ ენახა ბობი ფიშერის თამაშები და როგორ გამოიყურებოდა, რა ტიპაჟი იყო და ასე შემდეგ და სხვა შორის ასევე მახსოვს რომ ძალიან ხშირად იმეორებდნენ რომ ერთი კაცი იყო ამაზე მაგარი, მე კი ვიცი ის კაცი ვინც იყო, პოლ ვორფს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ხო და ეს ეთყობა ეს რაღაცა რომანტიკულ, ლეგენდარული ამბები უფრო იწვევდა ინტერესს რა ოჯახში. კი არა, ძალიან სერიოზული არ იყო ოფიციალურ ჩათვლაში, იმიტომ რომ მაშინ არ არსებობდა ის ოპერის ძალიან ცნობილი პარტია და ასე შემდეგ, მაინც კლასიკად ეთქვა. რაც შეეხება თვითონ თამაშობდი ცხადია ბავშვობაში. აქტიურად, თავიდან ცოტა დაძალებითაც, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა სხვა გასართობი უფრო მერჩინა ეთყობა, მაგრამ მე ძალიან დავინტერესდი. და სადღაც ალბათ მე-5, მე-6, მე-7 კლასში დღე არ იყო რომ არ მეთამაშე. მე არ ვფიქრობ რაღაცა გამორჩეული ჭით გამოირჩეოდი ამ თვალსაზრისით, მაგრამ
სიყვარული ნამდვილად მქონდა ამბის და თან ხვდებოდი რომ ძალიან ეს ახლა შეიძლება იმ წუთას ესე წყობრად ჩამოყალიბებული არ მქონდა ეს გააზრება, მაგრამ რაღაცნაირად ხვდებოდი რომ გონებას ავითარებ და სხვანაირად. მით უმეტეს ახლა ჩვენთან სკოლაში ეგ საკითხი რომ ვთქვათ რომ ყველა საგანი თანაბრად გესწავლოთ, ცოტა მოშლილი იყო ისედაც 90-იან წლებია დიფერენციაციული სწავლება შემოდის რაღაც ექსპერიმენტები და უფრო სწავლობდი ახლა მე რაღაც მიდრეკილება მქონდა თქვა რაღაცა წერისკენ და უფრო ქართული ის და ჰუმანიტარულ საგნებს. აი ამას ხვდებოდი რომ ამას რო თამაშობდი, რაღაცა სხვა ძალა და სხვა უნარები იხსნებოდა ჩემში და ეს აღამოვიდ ლამფის შუქზე არაერთხელ გვითამაშე მამაჩემს მეზობელი გადმოვიდა და ის გეთამაშებოდა ნარდის პარალელ ნარდიც ხდებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ჭადრაკი უფრო ხშირი იყო ჩემს ოჯახში. მრავალ ჭიდი ქვია ამას ნარდი ჩაპაევი რაღაცები თამაშობდით ხოლმე ჩვენ. ხო, დომინოც ჩემს ამბავში დომინოც იყო. დღეს თუ რჩება დრო ჭადრაკისთვის. დღეს უფრო ვეთამაშებ კომპიუტერს, მობილურს რაც ქვია ეს ჩესკომზე არის შესაბამისი თქვა პლატფორმები წარმოდგენილი ხშირად ვერა სამწუხაროდ მაგრამ ხვდები რომ ეგ ამბავი მაკლია და შეიძლება აი ჩვენ დღევანდელი შეხვედრა იყოს მოტივატორი იმის რომ მიუბრუნდე და კიდევ თქვა ვივარჯიშო ამ ამბავში იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ჭადრაკის თამაში მაინდა-მაინც გულისხმობდეს იმას თუნდაც თქვა უკვე დასრულ ასაკში რომ შენ ამ სპორტით იყო მაინდა-მაინც ესე ოფიციალურად დაკავებული, ხო? ამ ჭადრაკს ის ფუფუნება აქვს სხვა სპორტებისგან განსხვავებით, რომ ის არ მოითხოვს, თქვათ, ასეთ მუდმივ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას, ხო? ნუ ხა ფეხბურთელს რაღაც ზღვრული ასაკი აქვს, კალათბურთელს ზღვრული ასაკი აქვს და ჭადრაკი დამოკიდებულია ტვინზე. გონიაგებთან რაც უფრო ძველია. ხო, ეგეც შეიძლება არის, ხო. ნუ მაგრამ მან ხო განსხვავდება ჭადრაკის ისტორიაში სხვა ტიპის ფიგურები. მახსოვს სხვა შორის რომ ეს რაღაცა პარტიებზე მიყვებოდა ეს ტალი, ბოტვინიკი, კაპაბლანკა. ეს სახელები მახსოვს, აი ძალიან ისე, რა ქვია, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სახელებად რა ჩემს დროში ხშირად მესმოდა კარგად კივერტს ვერ ყვეოდი შეიძლება ვინ იყვნენ მაგრამ იმდენად ხშირად მესმოდა ეს სახელები უკვე მე მგონი კასპაროვიც ძალიან აქტუალური იყო წესით დარიგით ხო აი კარპოვის მე ხო კასპაროვი მოდის და კი უკვე კასპაროვი მგონი ჩემპიონი ოღონდ ეს აქეთა ეპოქა ჯერ დაწყებული არ არის ხო ეს აქეთა სხვების დომინაციის გიორგი ჭადრაკი არის ლოგიკის თამაში ლიტერატურა ემოციის ხო, მაგრამ შემოქმედებაში როგორ თახდება ეს ორი? ცირა, მე მგონია რომ ორივეგან არის ეგ წარმოდგენილი, უბრალოდ ალბათ დომინანტური ხაზი არის სხვადასხვა, ხო. ემოციის გარეშე ჭადრაკიც არ არსებობს, ჩემი აზრით, მაგრამ ლოგიკას მიყავს. პირიქითაც შეიძლება ლიტერატურა ემოციურია, სენსიტივზე, რაღაც განცდაზე, გრძნობაზე უფრო ქართულად რო ვთქვათ, დაფუძნებული, მაგრამ ლოგიკა იქაც უნდა არსებობდეს, ლიტერატურული ლოგიკა, ხო? ანუ რომელიც მესმის, რომ ძალიან ინტერპრეტაციულია, ძალიან ფართოა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესები და საზღვრები და რაღაცით გავს ჭადრაკი და ლიტერატურა ერთმანეთს გარდაულად ყველაზე უფრო მთავარი რითიც გავს არის სიუჟეტურობა. აი ეს მინდა ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ ძველ პარტიებს როცა უკვე ნათამაში მიმდინარეც ცხადე ძალიან საინტერესოა, მაგრამ სიუჟეტის აზრით რო შევხედავთ, უფრო ალბათ ძველი პარტიებით მივხვდებით მაგას, ხო, როგორ გადაწყვეტს ადამიანი, რა გამოსავალი აქვს ბრჭყალებში მთავარ გმირს, ხო, ეს პროტაგონისტების ცვლილება მუდმივი შეიძლება ვთქვათ აი ეს სხვა ფიგურა გახდეს, შეიძლება უცებ მეორე ფიგურა გახდეს მთავარი, ხო? პროცესში. ხო, როგორც ვთქვათ ეს ამაში. გიორგი, საჭადრაკო ეტიუდის ამოხსნისას, ალბათ გამოგიხსენია ეტიუდები, მთავარია დაინახო ფინალი. ანუ იდეა დაინახო და საფინალო პოზიცია, ხო? მერე აწყობ მარგალიტები სვლებს და მიდიხარ ფინალამდე. კი. წერისას როგორ არის ეს? თქვენ იცით ფინალი თუ წერის დრო შეიძლება შეცვალოთ? ვიცი რა, ეგ ინდივიდუალურია ძალიან, მაგრამ წერლების უმეტესობამ რეალურად განცდითი აზრით იცის ცხადია, როგორ დამთავრდება ეს ამბავი. შეიძლება პროცესმა, ისე როგორც ალბათ ჭადრაკში, ხო? მესმის რომ უკვე ნათამაშებში სხვანაირად, მაგრამ აი განზრახულობა შეცვალოს, ხო, უცებ. იქაც რაღაცები შეიცვალოს ნიუანსურად, მაგრამ ძირითადი განზრახვა რაღაცნაირად დიდწილად მე მგონი რჩებათ ავტორებს, როგორადაც ხედავენ ისინი ფინალს, ვთქვათ, კლავენ ანა კარენინას, ან ვთქვათ, ალდა კეთელაურს ასახლებენ და ასე შემდეგ და შემდეგ მე მგონია რომ მაგას
პირველად ვეგრძნობდნენ და მე უკვე წინ აგებდნენ იმას, რაც თქვა, ესეთი საყრდენი კარგა იყო. გაუგზელებ ამ კითხვას, ამ კითხვის შინაარს. პერსონაჟებს როგორ აწყობთ ხოლმე თქვენ? შეიძლება რაღაცოვის დაგჭირდა შეწიროთ ფიგურას, ავით? კი. შეიძლება როქიც. შეიძლება სრულსულებიც იყოს ეს დამამნელებელი. ყველაფერი ეგენი, ყველაფერი წარმოდგენილია. ამიტომ ხო, ეხლა მაგებზე ამ თვითონს დავფიქრდი. ძალიან ბევრი რაღაცით გავს, მოკლედ ხო. ძალიან ბევრი რაღაცით ისი ცვლილებებითაც ანუ ორეთ პერსონაჟი ხო ვითარდება. აი პაიკის შემთხვევაში ხო მიდის და იცვლება ბოლოს, ხო? თვისობრივად იცვლება. ის აღარ არის რაც იყო. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. და საინტერესოა, შეიძლება გარდაიქმნას სხვადასხვა რამეთ. ხო, მაგას ვუძახ. თან შენს ხელშია. შენს ხელში არის. ხო, თუ ავანტიურისტი ხარ, იწვევ სხვა რამე. ხოდაშოთი ხშირად ხდება იშვიათად, მაგრამ ყოფილა ხოლმე რომ თქვა ბოლო უჯრაზე მისული პაი გარდაქმნა მხედრად ან რაღაც სხვა ფიგურად და გამოსულა ლამაზი შამათი. ხო, სპეციალურად გააკეთა რომ უფრო ეფექტური შამათი გამოსულა. ეგეც საინტერესო ნაწილია კი. თან ძირითადად ყველანაირი ადამიანური სპექტრია წარმოდგენილი, ხო, ეს ლიდერი, ქალი ლიდერი, თქვათ აი ეგ რაღაცნაირი თქვათ ადამიანი, რომელსაც შეზღუდული დიაპაზონი აქვს მოქმედების, არის რომელსაც ცოტა სხვანაირი ერთ შეუძლია რომ გადაახტეს და ასე შემდეგ რა. კი, სხვადასხვა შესაძლებლობები არის. კი. შეუზღუდავი შესაძლებლობების კარგა რა. გიორგი, თქვენ ახლა ახსენეთ და მე ინტერვიუშიც მომისმენია რომ 90-იანი წლები თქვენ გადაგატანიათ მამა თქვენთან ლამპიშუგზე ჭადრაკის თამაშმა. ჭადრაკი ცოტა სხვა რაღაცებისაც, მაგრამ ჭადრაკის ძირითადად. თამაშმა. იმისათვის რომ კარგი პარტია გამოგივიდეს, კარგი ოპონენტი გჭირდება ჭადრაკში. ხო, მამა ჩემი იყო. ლიტერატურაში მარტო ხარ, ასე ვთქვათ, ორიოს მხარეს თქვენ თამაშობთ. ეს კარგია თუ უფრო იოლია თუ უფრო რთულია? უფრო რთულია, იმიტომ რომ ის გეხიდება მეორე ადამიანი, რაღაც თუნდაც გამარცხებდეს, თუნდაც ბრაზდებოდი ამაზე, მაინც ისეთი თანამონაწილე ამბის და დიდ როლს თამაშობს. მამა ჩემი ძირითადად უმამარცხებდა. სხვა შორის არ მინდობდა. და მე რომ ისწავლეთ კარგად მაინც? რომ ვისწავლე კარგად, ხო, უფრო მეტად მაინც, კი, უფრო მეტად მაინც. დავდიოდი მე ჭადრაკზე, კი, ოზურგეთში კლუბი იყო ჭადრაკის. ლანჩხუთში დღესაც არის, მე მგონი ძალიან აქტიური. კი, ძალიან კარგი კლუბი არის. კი. ძალიან კარგი კლუბი არის და ბევრი ახალგაზრდები დადიან სხვადასხვა. ალბათ ოზურგეთშიც არის, მაგრამ ლანჩხუთში ხშირად ხდება ძალიან თვალში ლანჩხუთის ჭადრაკის კლუბი და. კი, აქტიურები არის. ხო, კი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ამიტომაც არის, რომ რეალურად ჭადრაკი მხოლოდ ჭადრაკს არ ნიშნავს. ანუ ნიშნავს პარალელურად მთელი განცდებს, რაც ამ პერიოდს ახლდა, ხო, ეს მოსაღამოება, ლამპის ანთება, იქ დაფის გაშლა, შენობა რაღაცაში არის და ფიგურების დაწყობა და რაღაცა ფიგურა აკლია, იმის ძებნა, რაღაცნაირი პროცესი იყო, რა სხვა ამბავი იყო აბსოლუტურად, ესეთი შეიძლება თანამედროვე აი ახალი თაობისაც ცოტა ძნელად ვერ მიხვდეს რა ლაპარაკობთ საერთოდ, მაგრამ კი. და წერილსაც მარტო ხარ. წერილსაც მარტო ხარ. მაგ თქვენს გონებაში ფანტაზია. მარტო ხარ, მაგრამ იქაც ყავს რაღაც ოპონენტები, შეიძლება შენივე თავი გამოიგონო და სხვა შორის როგორც ერთ სუპერ გენიალურ Pixar-ის ანიმაციაშია Jerry's Game, რომელსაც ქვია, როცა თავის თავს ეთამაშება და ატყუებს, ადგილებს იცვლის და ის ძალიან ისეთი ლიტერატურული ანიმაცია, სხვა შორის და ჭადრაკი არის მან ცენტრში. ხო, თუ გახსენდებათ რომელიმე წერილის შემოქმედებაში, აი ჭადრაკის რაღაც საინტერესო სადღაც შემხედრია, უფრო არის მე-20 საუკუნის ავტორებში, აი საერთოდ საჭადრაკო ნოველა არის ძალიან ცნობილი, სტეფან ცვაიგის, რომელთაც თქვათ ის რეალურად მცირე პროზაში უცნობი ქალის წერილთან ერთად დამკვიდრდა, ხო? მაგრამ სხვაგანაც ხდება, აი მოემთან შემხედრია, რუსულ ლიტერატურაში შემხედრია, ბრიტანულ ლიტერატურაში ძალიან ხშირად იყენებენ ჭადრაკს. ნუ აქეთ ინდოეთი ასევე ძალიან ხშირად თქვათ კრიშან ჩანდარი ისხვები ამუშავებენ ამ თემას და ისეთია რა, ჭადრაკი იოლად გამოსაყენებელია კარგი გაგებით ლიტერატურისთვის, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის მეტაფორიზაცია შეიძლება, სიმბოლიზაცია შეიძლება. ხო, ახლა მოდაში არის, რომ ბიოგრაფიული წიგნები აქვს წინვალე, იგივე ფიშერზე, სხვებზე დაწერილი თვითონ ამერიკაში ბესტსელერები იყო თავის დროზე, რომელიც არ არის კლასიკური ბიოგრაფია კი არ არის, მხატვრულია, მაგრამ ნუ იქ თქვათ კონკრეტულ პერსონაჟი არის და
ხდია, რა ვიცი. ხოლმე ქალბატონ ნონა გაბრიდაშვთან ჩავწერე ინტერვიუ და მან გვაჩვენა ჭადრაკი, რომელიც დათათუდაშიაში დათუთაშკიაში ძალიან ცნობილი სცენარი. უფრო ფილმიდან გვახსოვს ეს, იმიტომ რომ ძალიან კინემატოგრაფიული კადრია და ისეთი მნიშვნელოვანი დიალოგი მიდის და ამიტომ ხო, კი, რა თქმა უნდა, ეგეთიც ძალიან ხშირად. რა თქმა უნდა, ეს ჭადრაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ალბათ ახლა უკვე ცოტა უფრო ელიტური სპორტი. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს და მე ცოტა ხანი ინერციით ალბათ მათ შორის ქართული დომინაციის გამოც, ხო? იმიტომ რომ ახლა რაღაცა წლები არის მხოლოდ ქალთა ჭადრაკში, მაგრამ ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს, ზოგადი აზრით ხო ჭადრაკი იყო, რა თქმა უნდა, არის ნულოვანი სხვაობა ამ აზრით, ხო? შეიძლება ამან მასობრივი პოპულარობა გამოიწვია, ხო? ამდენი წრე არსებობდა, მოყვარული, ხშირად თამაშობდნენ. დღეს მაინც ელიტური ამბავია. ამ სიტყვის არა რაღაცა ესეც სნობური გაგებით კი არ ვამბობ, ანუ უბრალოდ კონკრეტული თქვათ რაღაცა მიმართულების ჯგუფის ამბავი უფრო მგონია. კარგი იქნება რომ ეს მასობრივი იყოს. მე რომ მკითხო საერთოდ სკოლაშიც დავნერგავდი. პირველ და მეორე კლასში ვასწავლით უკვე ოფიციალურად. ხო, აქტიურად დავნერგავდი უფრო. ხო და ხო შეიძლება ხა ვასწავლით რაღაცა წესებს, მაგრამ აი აქტიურად დავნერგავდი და ის იქნება, რა ქვია, უფრო აქტიური და შესაბამისი იქნებოდა გონების განვითარების, მათ შორის მათემატიკის მიმართული, ძალიან ბევრი საგანი. ძალიან ბევრ საგანთან დაკავშირებით ვკითხულობდი რაღაცებს, სხვა შორის კვლევებს და აი მათემატიკის, გეომეტრიის, ლიტერატურაზე უკვე ვილაპარაკე, ძალიან ბევრი საგანთან დაკავშირებით პირდაპირი ბმა აქვს, ხო? რა თქმა უნდა, სხვა შორის ის პირველი ლეგენდა რაც არის, ძალიან ცნობილი ინდური როს მარცვლები დადეო და ძალიან მათემატიკურია, ხო? ბოლოს გამოვიდა რაღაცა ასტრალური რიცხვი, რომლის გადახტაც მე მგონია რომ დღემდე არ შეეძლო არავის იქიდან რომ დაეწყო გადახტა იმდენი ხორბლისა. სხვადასხვა ელიტარული გახდა თქვენ ამბობდა ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად იყენებენ ჭადრაკს საიმიჯო რაღაც კლიპების გაკეთების დროს რომ კი მაგალითად აი ტრაუმა გამოიყენა საარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრი სურათი. იცი რა ეს თეთრი ჭადრაკს აქვს ეს დიქოტომია ხო ძალიან ცნობილი რომელიც ზოგადად სამყაროში აი ამ დუალისტურ ერთმანეთთან მიმართებას გულისხმობს, ხო? თეთრის და შავის დაპირისპირებად. ეს სიმბოლიზაცია ყველაფერთან დაკავშირებით იოლად არის გამოსაყენებელი. ძალიან ცნობილი ის იყო ფოტოკოლაჟი, რა თქმა უნდა. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, როგორც ზის თქვათ, მესი და რონალდო და თამაშობენ ჭადრაკს. ხო, იმდენად ის არის რა. რაღაცა ფუნდამენტური სიმბოლოა ეს შავის და თეთრის დაპირისპირება და ყველაფერთან დაკავშირებით არის იოლად გამოსაყენებელი და მათ შორის პოლიტიკაში სპორტსმენების იყენებენ ამას. ბევრი ცნობილი სპორტსმენი ამბობს, რომ თქვათ, ყოველ აი მაგალითად ყოველდღე ჭადრაკი თუ არ თამაში ისე ვერ ვზნობ თავს. კი. თან ენაშიც არის ძალიან შემოსული, ანუ ლინგვისტური მახასიათებელი გახდა. ხო, აი მაგალითად მოჭადრაკესავით ზუსტად თამაშობს. ხო, იდიომები შეიქმნა. დიდოსტატივით. ხო, გროსმაისტერივით სვლა გააკეთა და რაღაცა. ხო, ეს იდიომები შეიქმნა, რომელიც გარკვეულწილად თქვათ ამ გავლენის მნიშვნელობას გულისხმობს, ხო? ენა ესე ადვილად არიღებს რაღაცეებს, რომ ის ყოველდღიურობის ნაწილად აქციოს, თუ ის ძალიან ესეთი აქტუალური და მნიშვნელოვანია. ეს მოხერხდა, ნუ რეალურად მოხერხდა ქართულ რეალობაში ერთი საუკუნის მანძილზე სულ. ხო, კი, ვიცით რომ თქვათ იქ ჭადრაკი არსებობდა მანამდეც, აი აკაკი წერეთელთან ჩანს, სხვა შორის ახლა ლიტერატურა ვახსენეთ, ხო, იქ რომ თამაშობდნენ, იქ ვიცი რომ მაჩაბელი და თქვათ ილია თამაშობდნენ, სხვები თამაშობდნენ, იქ პრინცი დადიანის წიგნი მქონდა ჩვენ, ხო? თავის დროზე დღესაც არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. თქვენიც თავზე აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში თავზე ისინი მხედრები არის, ფიგურები არის. ანუ უკვე შემოდიოდა მაშინ ესეთი ის არ იყო, მაგრამ ნუ ითვლებოდა ერთად ოლიმპიადის წინ ესეთი საინტერესო ტურნირი. წერილები და მოჭადრაკეები ერთად ვათამაშეთ ტურნირი ის წერილი რომელიც რაღაცა მაგდაგვარში მონაწილეობა მიღებული მაქვს. კი. ნანა ალექსანდრიაც აკეთებდა. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წერილი არის, კარგი მოჭადრაკე. კი, ჩემზე გაცლებთ უკეთესი და სხვა შორის ესე თამაშობენ. ანუ შეიძლება ითქვას, რომ წერილი ცოტათი მოჭადრაკეც უნდა თანრიგოსნების დონეზე თამაშობენ. დღეს არ ვიცი ეგ დათვლა არსებობს თუ არა მსოფლიო კლასიფიკაციაში. ხო, პირდაპირ რეიტინგში. არის თანრიგებს არ დიდოსტატის წოდება არსებობს, მაგრამ მაინც რეიტინგს აქცევენ. ჩემ დროს ეგ ძალიან აქტუალური იყო პირველთან მეორეთან გიგოსან მე ეს მე. ბავშვობაში და შეგესრულებას უკვე. კი.
მახსოვს. რაღაცას მეკითხებოდი მწერალი მოჭადრაკე რა თქმა უნდა. შეიძლება ითქვას რომ გარდაულად უნდა იყოს. იმიტომ რომ დაფას უნდა ხედავდეს. როდესაც რაღაცას წერს, სრულ სურათს თუ ვერ ხედავს, აი ჭადრაკის ისიც მათ შორის ესეც არის, რომ სრულ სურათს ხედავ. ხო, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევაში შენ თქვათ სრულად უძლური ხარ ამ სურათში მარცხდები, ნებდები და ასე შემდეგ, ხო შენს წინაშე არის გადაშლილი ეს ველი რა, ეს ბრძოლის ველი. ხო, სხვა თამაშებში რა, თუნდაც თქვათ ისეთ მასობრივ თამაშებში ესე მთლიან სურათს ვერავინ ვერ ხედავს, ხო, მონაწილე 11 კაცი თამაშობს, ზოგან თქვათ 7, ზოგან სხვა რაოდენობს. ამიტომ ხო, ჭადრაკს ბევრი სპეციფიკური მახასიათებელი აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ ის მარადიული სპორტია გარდაულად. უბრალოდ მე წერან სპეციალურად თქვი ის ამბავი, რომ ხა ესეთი სუპერ მასობრივი და არც უნდა იყოს. ეხლა დაძალებით ვიღაცებმა ითამაშონ და ესე ხო ეგ არავითარი საჭიროება არ არის მაგის, ხო? სხვა არ არის რაღაცა ესეთი. არა, მთავარია ცოტათი მაინც ისწავლონ, რომ ეს გამოადგეს. მე მგონია, რომ ელემენტარული ჭადრაკი ყველამ უნდა იცოდეს. ხო, მაგრამ მე ეხა ეს რაღაცა მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება, არ გახდება ეს ჩემი აზრით, ნუ ძალიან ინდივიდუალურად გადასაწყვეტი ამბავი. თუ ყავს საყვარელი ფიგურა ჭადრაკის თაფაზე და თქვენ რომელიმე ნაწარმოებს სხვა შეადარებით რომელიმე ფიგურას. ჩემთვის არის მხედარი. მხედარი ჯერით ცხენები მიყვარს. და მეორე, ნუ რაღაცნაირად ეს გადახტომის ფუნქცია და გარღვევის ძალა ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო იყო ყოველთვის ჩემთვის და ხანდახან ესეც სრულიად აკვიატებულად, ხა შეიძლება სრულიად არარაციონალური ის არის ეს პროლოგი, მაგრამ ნუ ესეც ცხენით ვიწყებდი ხოლმე და კუთხეში მიდიოდი? ხო, ან ცენტრში. ხო და ნუ მე ვაგებდი ხშირად, მაგრამ ნუ რაღაცა ესე დააკვიატებული ისინი მქონდა. კი, ეგ არის და ძალიან ხშირად ძალიან იშვიათად ვაკეთებდი რატომღაც როკს, რაღაც დაჟინები. თქვენ რომელიმე ნაწარმოებს ხარ დაარქვეთ რა ფიგურას? არ ვიცი ხო ბევრი ტექსტია ეგეთი სოფლიოში, სადაც თქვათ ცხენს დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ქართულ ლიტერატურაში ხო იგივე მერანი, იგივე ლურჯაცხენები, მეც ვიფიქრებ რაღაცას. მაგრამ გამოყენებული მაქვს ხშირად. ჩემს პოეტურ თქვათ შემოქმედებაშიც განსაკუთრებით აი წერილი ღმერთს და მამა ჩემს იქაც მაქვს და გურულდღიურებშიც ხშირად ვახსენებ ჭადრაკს. მამა ჩემს სულ ბოლოს რასაც მთხოვდა სხვა შორის იყო აი ეს ჟურნალები, სადაც მამა ჩემი ინტერნეტის კაცი არ იყო და ჟურნალებში სადაც ეს ჭადრაკო ამოცანები იყო, კი და მაგებს ხსნიდა ხოლმე ეს. თორე ეს კულტურა წინა პერიოდში ძალიან კარგად იყო განვითარებული და თქვენ ახსენეთ პერიოდი, როდესაც აი ძველი მოჭადრაკეები, ის მოჭადრაკეები სხვანაირი პიროვნებებიც იყვნენ რა. ხო, თავისთავად, იმიტომ რომ კი არა, დღესაც ალბათ მოჭადრაკე ასოცირდება ინტელექტუალთან, გარდაულად, მაგრამ მაშინ რაღაცა ძალიან ისეთ ფოკუსში იყვნენ და მათი ბიოგრაფიის ბევრი ნიუანსი ხდებოდა ცნობილი და ხო, ის იყო მითები და ლეგენდების ნაწილიც იყვნენ, ახლა ფიშერი უკვე სამჯერ ვახსენე, მაგრამ ხო ფიშერზე სხვადასხვანაირი მოსაზრება. თუ კულტი რა უნდა ქნა ახლა ოჯახში. ხო, კულტი ერთი იყო, მაგრამ ისედაც ანუ რეალურ ნაწილშიც ხო განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, როგორც მოჭადრაკის მიმართ არა, როგორც პერსონის მიმართ, რაღაც ბიოგრაფია ვახსენეთ, ხო, ისეთი რთული ტიპი იყო, მაგრამ მრავალმხრივ. ჭადრაკის განვითარებაში უდიდესი წვლილი. რა თქმა უნდა, გარდაუვალებო და რომანტიზაციაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რა, იმიტომ რომ ოდესაც სპორტს ამ დოზით რომანტიკულს ხდი, მიმზიდველს ხდი, ხო, აი რაღაცა ეგეთია რა. შეიძლება ხო ვიღაცისთვის ტექნიკურად თქვათ რომელიმე ფეხბურთელი უფრო მაგარი იყოს რაღაც აზრით, მაგრამ აი რაღაცა მარადონასებრი გარღვევა ბევრს არ შეეძლოს, ხო, ვიღაცების სტატისტიკით შეიძლება მაღლა იდგნენ, მაგრამ ხო, ეგ არის რა. ის ნაფერწკალი რო ანათებს. ხო, რაღაც ქარიზმა ამბავი მაინც მუშაობს, ხო. ტალიზეც რაღაცა ლეგენდები იყო ხოლმე ხშირად, რომ ახალგაზრდა. ნუ ბევრი. ნუ ტალი იყო სასწაული ქარიზმატული ადამიანი. ქარიზმატული იყო, მაგიტომ გამახსენე. პირადად ქონია მასთან კონტაქტი და ფოტოშორის ესეთი ისტორია იყო, როდესაც ძალიან ბევრი ოპერაცია ქონდა გაკეთებული, იმიტომ რომ რაღაც ჯანმრთელობა არ ქონდა. ჯანმრთელობა მე მგონი ადრე გარდაიცვალა, ჯანმრთელობა არ ქონდა და ეკიმა აუგზალა ოპერაციის შემდეგ, რომ ჭადრაკი არ ითამაშაო, იმიტომ რომ ნერვიულობა უშენო იმაშვებაო. ხო, მესმის, ემოციურად გარტყამს. თქვენ შეგიძლია თუ ეკიმს უთხრა ჰაერის გარეშე გაჩერდეთო? მეც არ შემიძლია ამის გარეშე გავჩერდო და რამდენ ხანი ვიცოცხლები, ეს იყო მისი პასუხი. კი ბატონო.
გიორგი, დიდი მადლობა. პირიქით, ძალიან საინტერესო შეხვედრისათვის, თქვენი დროისათვის. სხვათა შორის რომ ემზადებოდი თქვენთან შესახვედრად. ადრე ჩადვარ ჩვენი ლეგენდარული ქალბატონები და ყოველთვის ვამბობდი რომ ნუ ამის ჩემპიონი, იმის ჩემპიონი, იმის ჩემპიონი და ყველას ვერ ჩამოსვლით რომ ძალიან დიდი გამოდის ჩამონათვალე და სხვათა შორის თქვენსაც იგივე უნდა თქვა რა. არა, ჩემთან არაფერი შემოთვლა არ არის საჭირო. რა თქვენ მოასწარით ამ ასაკში ყველაფერი ვერ ჩამოთვლი ადამიანებმა და მართლაც დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და პირიქით. კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ თქვენი ჭადრაგისადმი სიყვარული და ერთგულება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა პირიქით. მადლობა თქვენ. გიორგი, ჩვენს გადაცემას ქვია გონების დაფა და გთხოვთ ჩვენს გონების დაფაზე თქვენი სურვილები დაგვიტოვოთ. სიამოვნებით.